როცა ვამბობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის გენიალური სახელმწიფო, ყველაზე მძლავრი, ყველაზე მძლავრთა შორის დღესაც და საერთოდ ყველაზე მძლავრი, რაც კი მძლავრი სახელმწიფო არსებულა კაცობრიობის ისტორიაში და რა მძლავრი სახელმწიფოები არა ყოფილა ნებისმიერ საუკუნეში და ნებისმიერ სივრცეში. როცა ამას ვამბობთ, შესაძლოა ბევრი არ გვეთანხმება, ბევრი თუ არა ზოგი მაინც, მაგრამ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები ახლა უცნაურ რამეს ვიტყვი, არა მხოლოდ ყველაზე მძლავრი სახელმწიფო, არამედ ყველაზე სამართლიანი სახელმწიფოც არის მადასტურებელი გინდათ, როდესაც მოინდომებს ხოლმე, თუმცა ძნელად ინდომებს, რთულად ინდომებს. გარკვეულ შემთხვევებში გამაღიზიანებელია მისი დუმილი, მისი სიჩუმე, მის მიერ დროის გაჭიმვა, გაწელვა. მაგრამ როცა ინდომებს ხოლმე, მისთვის დღევანდელი შეერთებული შტატებისათვის დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს. ის ბევრად წინ არის, ვიდრე ყველა დანარჩენი ევროპული, ან ყველა დანარჩენი მსოფლიოს სახელმწიფო ცალ-ცალკე თუ ერთადაც კი. რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, იაპონია, ევროპის ყველა მძლავრი სახელმწიფო, რა ვიცი, კიდე ვინც გნებავთ ის შეიყვანეთ, ამერიკის შეერთებული შტატები ყველას ერთად მეთქი, ჩინეთსაც კი, ასე ვიტყვი, სჯაბნის. რაც არ უნდა იბაქიბუქოს რომელიმე სხვა ქვეყანამ, რომელიმე სხვა ქვეყნის ხელისუფლებამ, რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს ესა თუ ის ამოცანა დასახული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თეთრ სახლში მეთქი ასე, თეთრ სახლსა და პენტაგონში მეთქი ასე ვიტყვი, იმ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, აუცილებლად შეასრულებენ ხოლმე, ასრულებენ ხოლმე, როგორც წესი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალაგ-ალაგ შეერთებულ შტატებს არ დაუშვია შეცდომა და არ ჩაუფლავებია საქმე. მაგრამ როდესაც ლიდერი არის მკვეთრი და როდესაც ლიდერს აქვს დასახული ამოცანა, დაუძლეველი ამოცანა არ არსებობს. მადასტურებელი არის ის, რომ ABC-ს დონალდ ტრამპი ეუბნება, რომ ირანის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი უკვე აღარ არსებობს. შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსანი Fox News კი udასტურებს, რომ შეერთებული შტატები პრინციპში ეთანხმება ისრაელის შეფასებას, რომლის თანახმადაც ის ბაქიბუქა კაცი, აიათოლა ალი ხამენეი, თეირანზე განხორციელებული თავდაპირველი, ანუ პირველი შეტევები რო იყო 12 საათის წინ, თავდაპირველი დარტყმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი განადგურდა, აღარ არსებობს. მასთან ერთად ლიკვიდირებულია ირანის 10-მდე სხვა უმაღლესი ლიდერი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი, ოფიციალური პირების განცხადებით, მოქმედების ვადები ხელსაყრელი სამიზნის გამო დააჩქარდა, ანუ შეერთებულმა შტატებმა დააჩქარეს პროცესები, მიუხედავად იმისა, რომ გარწმუნებთ ჰქონდათ A, B, C, C1, C2, C3, ABC, D1, D2, D3, D2 და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგიდაზე ტრამპს მარალაგოშია სხვათა შორის, თეთრ სახლშიც არ არის. მაგიდაზე ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპს ძალიან უხეშად ვიტყვი ცხადია და არ ვიცი ზუსტი რაოდენობა, ზუსტი რიცხვი, მაგრამ უხეშად 99 ვარიანტი. და ესე ასარჩევად ჰქონდა საქმე, აი მას აირჩევდა ამ მენიუდან, თუ იმ ვარიანტს. ასევე რა წინააღმდეგობაც შეხვდებოდა ბაქიბუქა ალი ხამენეის ცოცხალი რომ არ არის იმ პირის რეჟიმის მხრიდან, იმის მიხედვით აირჩევდა Z2 B1 ვარიანტს თუ სცენარს და ასე შემდეგ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. კიდევ მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ალი ხამენეის გარდა განადგურებულია ძალიან ბევრი პირი. კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით ლიკვიდირებულია სულ მცირე 7 ირანელი მაღალჩინოსანი, ანუ პირები, რომლებსაც შეეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება, ხელისუფლების, ძალაუფლების ხელში აღება. ბიძინა, როგორ ახარ ეგ რამაგის პასუხია? კიბოდიშებ ცხადია, მე მესმის რომ სინავს ახლა პირველის ნახევარია თბილისის დროით, შესაბამის დაბასტომნის დროითაც და მესმის რომ მან ბიძინა ივანიშვილმა ჯერ არ იცის რომ ალი ხამენეი განადგურებულია. ხვალდილით სიცხამ სტაფილოს წვენს შესვამს თუ არა, ყველაზე თამამი მისი მოახლე გაუბედავს ან თავის რა ექნება ტელეფონი, თავის ნოკიაში ჩაიხედავს, ალბათ მაინც აიფონში. თლათ რომ არ ავღადავდეთ ახლა, ჩაიხედავს და ნახავს, წაიკითხავს, გაეცნობა ინფორმაციას, რომელიც მას დაზაფრავს.
მათ შორის თავდაცვის საბჭოს მდივანი ალი შამხანი, თავდაცვის მინისტრი, ირანის რევოლუციის გვარდიის მეთაური, უზენაესი ლიდერის სამხედრო შტაბის უფროსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის მადასტურებელ ინფორმაციას კვლავ ვიმეორებ, ქვეყნებს სწორედაც რომ ისრაელის თავდაცვის ძალები და ისრაელის დაზვერვა. ხო, თუ ვინმე იტყვის რომ შეერთებულმა შტატებმა გვარიერად დააგვიანა, იმიტომ რომ ერთი თვის წინ და მეტი ხნის წინ დღეს აგვაქვს უკვე მარტი დადგა, ერთი თვის წინ და მეტი ხნის წინ ალი ხამენეიმ 40,000-მდე ადამიანი მოკლა და ეს რომ არ მომხდარიყო უმჯობესი იქნებოდა და შეერთებულ შტატებს რომ განეხორციელებინა ეს იერიში და გაენადგურებინა ალი ხამენეი მანამდე უკეთესი იქნებოდა ეს ვინმე ამის თქვენი რასაკვირველია მართალი იქნება, მაგრამ ლოგიკა, დიალექტიკა ლოგიკა და დინამიკა დიალექტიკა ლოგიკა ხშირ შემთხვევაში უსამართლოც არის, ეს ემოციურად თუ გახედავ. ეს უნდა მომხდარიყო ის ადამიანები რომ დაიხოცნენ და ის ადამიანები რომ მოკლა, ის მოქალაქეები 40,000-მდე ალი ხამენეის ბრძანებით ირანის თავდაცვის ძალებმა და რევოლუციის მცველებმა კორპუსმა და ასევე იმ ტიტუშკებმა, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დარბოდნენ, ამის გამო მიიღო ტრამპმა ეს გადაწყვეტილება საბოლოო და გაიმართა ფორმალისტური მონაპარაკებები, რომლებიც თაობაზეც, რომელთა შედეგის თაობაზეც ვაშინგტონს რასაკვირველია წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული კი არა, იმისთვის ცნობილი იყო მოლოდინიც იყო, ყველამ ვიცოდით პრინციპში ვაშინგტონმაც იცოდა, რომ უშედეგო იქნებოდა ის მოლაპარაკებები, მაგრამ მოლაპარაკებებიც, აი ყველა გზა ამოწურეს და ამის შემდეგ დადასტურდება ეს კიდევ, მაგრამ აი პირველად ინფორმაციები მაინც იმის თაობაზე, რომ ალი ხამენეი აღარ არის ცოცხალი, ეს პრინციპში მაინც ალბათ უფრო სწორია, და თუ ცოცხალია. მაშინ ახლა პირველი ნახევარია თბილისის დროით არ დავიძინოთ მაინც და მაინც საათში, საათ ნახევარში, 2 საათში მაქსიმუმ ის უნდა გამოვიდეს. თუ ვერ გამოდის, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ხმამაღლა გვექნება სათქმელი, რომ ალი ხამენეი აღარ არის ცოცხალი. ამის შედეგად ირანის გუშაქთა კორპუსი და წინააღმდეგობის ძალები გარკვეულზე მაღალი ალბათობით შეწყვეტენ წინააღმდეგობას. ამის შედეგად მოხდება ის, რომ ალბათ ჩამოყალიბდება, არ ვიცით, მაგრამ ალბათ ჩამოყალიბდება შიდა წრეებიდან ის პოლიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური გუნდი, რომელთანაც შეერთებული შტატები გარკვეულწილად ითანამშრომლებს, ვიდრე ახალ არჩევნებამდე. ანუ ერთგვარად, ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში გათამაშდება ერთგვარად ვენესუელის სცენარი და ვენესუელაზე კი ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოკუპაცია მოახდინა და უთლადესი არ არის საქმე. იქ გარკვეული დრო აქვს მიცემული როდრიგესის მთავრობას, რომ მან მოამზადოს არჩევნები და უკვე არჩევნების შემდეგ ისიც და მისი ძმაც და მისი ოჯახიც და მისი კლანიც, რომელიც ოდესღაც მადუროს ქვემდებარე იყო, წავიდეს, ოღონდ უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ თუ არა, ეს ჯერაც უცნობია ამ ეტაპზე რომ მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, ამაზეც მადლობელი უნდა იყოს ოდესღაც მადუროს ოდესღაც მარჯვენა ხელი. აქაც ჩემი ვარაუდით ირანში სწორედ ამგვარი სცენარი გათამაშდება. ოღონდ მე ვერ გეტყვით, გვარებს ვერ დაგისახდე, უფრო რთულიც არის, გულახდილად გეტყვით ამ სცენარის გათამაშება. დაეყრდობა არა რეზა ფეხლებს, რომლის ავტორიტეტიც მაინც ჯეროვანი არ არის ირანულ საზოგადოებაში, არამედ ახალი არჩევნები ჩატარდება ალი ხამენეის სიკვდილის განადგურების დადასტურების შემთხვევაში, ისე მოხდება ეს ტრანზიცია, გადაბარება ხელის ძალაუფლების ბერკეტებისა შედარებით უკვე ახლა მაინც გაადეკვატურებული პირებისათვის, რომ ირანმა, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ახლაც არის, ასე არ უნდა ვიფიქროთ, რომ არ არის ირანი მძიმე მდგომარეობაში, ირანმა შედარებით მტკივნეულოდ გაიაროს ეს პროცესი. აიათოლა ხომეინი მკვდარია, მე რასაკვირველია არანაირი სინანულის გზნობა არ მაქვს ამ რეჟიმის მიმართ და ესეც უნდა ვთქვათ. ეხლა ხო, ესე იგი რა ეს შეიძლება ითქვას კიდევ. ხო, ძალიან მძიმე იქნება ეს პუტინის რეჟიმისათვის, იმიტომ რომ ის კარგავს
დაკარგა, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ირანის სახით ძალიან სერიოზული მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში. რო გაიღვიძებს ბიზინა ივანიშვილი, იმისთვისაც მძიმე იქნება ეს ამბავი, იმიტომ რომ მის შესანიშნავად ხდება, უნდა ხდებოდეს, რომ გარკვეულ წილად ყულფი მარყუჟი მისი კისრის გარშემო ვიწროვდება აკი, ამიტომაც მართლა უნდა ოღონდ ბიზინა ივანიშვილს დაალაგება ურთიერთობისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ვერ ლაგდება ეს ურთიერთობები. მე კვლავ იმაზრზე ვარ და არავის არ უნდა გქონდეთ ეს ამაო ფუჭი და არასწორი მოლოდინი, რომ ბიზინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატები ძალით ჩამოაგდებს, ანუ ესთვის რაღაცა რაკეტას თუ ბიორის ფირიდან გაშვებულ რაკეტას აფრინდება რაღაც თვითმფრინავი F-16 და დაბომბავს მის რეზიდენციას, არ გქონდეთ ხალხო ეს მოლოდინი, არც სწორი არის, რომ ეს მოლოდინი გქონდეს ბიზინა ივანიშვილისადმი ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად ბიზინა ივანიშვილი არ არის ალი ხამენეი, არ არის იმ შემთხვევაშიც კი თუ იმის ღალატობს და ის სასაკვირველია ღალატობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და რუსულ ნავშია გადაწკუპებული, ხო, მის მიმართ აღქმა ამგვარი არ არის შეერთებულ შტატებში ამგვარი აღქმა ჩამოყალიბებული, მართლა 40,000 კაცი ყავს მოკლული ალი ხამენეის და ბიზინას არ აყავს მოკლული არც 40,000, არც 4,000, არც 400 და არც 4, არც 40 და არც 4, ესეც უნდა ვთქვათ, ეხა ქიმიური იარაღზე უნდა მოგვიარებით ვილაპარაკოთ, დღეს არა, ხო სხვა დროს ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, შესაძლო გამოყენებაზე და ამიქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები არ დაიხარჯება ბიზინასზე. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები რას საკვირველია მოუჭერს ბიზინა ივანიშვილს და ეუბნება დაახლოებით შემდეგს. შენ უკვე ვეღარ ალაგებ ჩვენთან ურთიერთობას. როგორც ალიმ ვერ დაალაგა, ეგრა მაგის პასუხია. შენ არც გელაპარაკებით ის რაღაც ძალას მაინც წარმოადგენდა. შენ იმდენად ჭიაღუა ხარ, რომ არც გელაპარაკებით. შენ პირდაპირ გეუბნებით პირობას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. წადი, იმიტომ რომ არა ადეკვატური იყავი ამ ხნის განმავლობაში, არასწორი ნაბიჯები გადადგე, ერთხელ, ორჯერ, 7ჯერ, 400ჯერ, 499ჯერ და 878ჯერ. ბიზინა ივანიშვილს პრაქტიკულად გაბამართლებელი არგუმენტი არ აქვს, საკუთარ თავს ვერ იმართლებს. შეუძლია რასაკვირველია დააბრალოს კობახიძეს, მდინარაძეს, პაპუაშვილს და ასე შემდეგ, ეს იქნებოდა მისი დროებითი ხასუსვავ გამოსავალი დროებითი გადარჩენის საფუძველი. ამასაც არ აკეთებს, რაც თავარია. ანუ მიხვება საფლავში კობახიძე თავის მხრივ ბიზინა ივანიშვილს და ბიზინა ივანიშვილი თავის მხრივ არ სწირავს ირაკლი კობახიძეს და ისიც მიხვება ირაკლი კობახიძეს მეთქი. ეხლა ირანის თემას რომ არ გადაუხვიო და ბიზინა ივანიშვილზე ორი სიტყვა გავთქვათ და მეტი არ ვთქვათ. ბიზინა ივანიშვილი მოკლედ განწირული ადამიანია, მოცემულაწილული პოლიტიკოსია, იცის რა გრძნობს, რა ხვალდილით გაიგებს, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მისი კისრის გარშემო ეს ყულფი მარყუჟი ვიწროვდება. არავინ არ ჩაუტოვებს საქართველოს გავეშებულ, დამატებით არაადეკვატურებულ რუსეთს, რომელიც გლობალურად სუსტდება ვენესუელაშიც, ახლო აღმოსავლეთშიც, უკრაინაშიც, ყველგან. და საქართველოს როგორ შეიძლება იყოს მისი პარტნიორი. ეგ კი არა, ბელარუსსაც არ ჩაუტოვებენ, მეთქი თუ ამას გავბედავ და ვიტყვი, იმედი მაქვს არ დამძრახავენ ლუკაშენკას ფანები, რომლებიც იმედი მაქვს მაინც არ არიან ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როგორ არ არიან პრინციპში, 1-2-ჯერ, 3-ჯერ, როდესაც ბელარუსის დიქტატურზე გავაკეთე მძიმე ვიდეობლოგი და მძიმე სიტყვები წარმოვთქვი, შემომივარდნენ და მათ მეჩხუბნენ და მაგინ ესლამის და მითხრეს, რომ ლუკაშენკა მაგარი ლიდერიაო, ლუკაშენკა კარგი კაციაო, ლუკაშენკამ რო ააყვავა ბელარუსი, ეგრე ერთავი აყვავებული იყოს საქართველოს უკეთ იქნება საქართველოს აყვავებული თუ ქართველ ლუკაშენკოს მოვიცილებთ, ანუ ბიზინა ივანიშვილს. მეცაც გეტყვით, უარეს ვიდრე ლუკაშენკო, იმან მართლა სოფლის მეურნეობა მაინც გამართა და ამას კიდე 7 მილიონს რო იპარავს მინიმუმ. ისეთი პრემიერ-მინისტრი ყავდა მარჯვენა ფეხად და მეც რო იპარავს თუ ნაკლებს ისეთი სუსის უფროსი მარჯვენა ფეხად თუ ხელად. გავარებოთ თავი ბიზინა ივანიშვილს, დავაცადოთ გამოფხიზლება. მე რო ტელეფონის ნომერი გქონდეს მისი, აუცილებლად გავუგზავნდი ახლა SMS და ვეტყოდი რომ ბიძო, ნელ-ნელა გერხევა. და 70 წლის არის, არ შეიძლება ამ ხნით კაცის ანერგიულება, მეორე მხრივ. ახლა